მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. ესე ურთიერთობაზე იქნება ეს თემატიკა. შევფიქრეთ თქვენ თავი და თქვენი პარტნიორი, ეს არის გაშლა იმ ადამიანებზე, ვისაც პარტნიორი ყავს, ეს იქნება ახლო კონტაქტი თუ არა ახლო კონტაქტი, ეს უკვე სხვადასხვა დეტალებია, ასე ვთქვათ. შევფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და გავიგოთ ვინ ხართ მისთვის. რას მიხვდა ეს ადამიანი დღესდღეობით, რა ურთიერთობაც გაქვთ. პაუზაში ხართ, დაჩხუბარი ხართ, ერთად ხართ, არ ხართ, ამ ყველაფერს არ ვაკონკრეტებ ამ შემთხვევაში, ამ გაშლაში. რას მიხვდა, ვინ ხართ მისთვის, რა სიძვირფასე წარმოადგენთ, ასე ვთქვათ. იმისთვის რომ გაიგოთ, რამდენად ეს გაშლა თქვენია, ეხლა იქნება იდენტიფიკაცია პატარა, შევეცდები რომ იდენტიფიკაცია პატარად გითხრათ, მოკლედ გითხრათ, ანუ თუ თქვენთვის არ ემთხვევა და ეს გაშლა არ იქნება, ლაიკები ჩემი სიყვარული და ჩემი პატივისცემი და ჩემი ერთგულებით არ დაგენანოთ თქვენი კომენტარები, გულები, გაზიარებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენს აბსოლუტურად, ერთი დაკლიკვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამითი უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მოძრაობა ეძლევა ამ ვიდეოს რეკომენდაციებში და უფრო მეტი ადამიანი ნახავს და მიიღებს თავისთვის სასურველი ინფორმაციას, ასევე ჩვენი გვერდიც გაიზრდება, რასაც შეძლებს დაგვარად ლაივებით, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვერ ვახერხებ ვიჯდა ესე 24 საათის სხვებივით და ლაივში, ანუ სხვა რაღაც საქმეებიდან გამომდინარეც. დროში შეზღუდულობით, მოდი ესე დავიქვათ. რაც ესია სინამდვილეში. მოდი გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა ახლა. თქვენ ურთიერთობაში რა ატმოსფეროა, რა ჰაერი სუფევს, ასე ვთქვათ. მოწყენილობა რატომ? იმიტომ რომ დაკიდებულიაო სიტუაციაო, რაღაცნაირად გაშეშდაო, კარტი მიჩვენებს, აი პასუხებს მცემს, სანამ მე ვიკითხავ, პასუხსაც მცემს. ესე იგი, მოწყენილობა გამომდინარეობს თქვენი ეს უხასიათობა, ეს წვიმიანი ამინდი, ეს პირობითად გარე წვიმიანი ამინდი, ეს არის თქვენი შინაგანი მდგომარეობა, იმიტომ რომ თასები ეს არის ემოცია, არაფერი არ გიხარიათ, არაფერი არ სურვილი არ გაქვთ რამის კეთების, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან გაშეშებულია ეს მდგომარეობა. ადამიანი ვერ მოძრაობს, იმიტომ რომ გაშეშებულია და დაკიდებულია, მსხვერპლად არის თავისი სამუშაოდან და დროის უქონლობიდან, ჩემი არ იყოს გამომდინარე თუ საერთოდ რაღაცა ხელის შემშლელი მოვლენებია, ზოგისთვის შეიძლება ტერიტორიული სიშორეა, ხელის შემშლელი და ნაბიჯს ვერ დგავს ფიზიკურ დონეზე თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან შორს არის და იოლი არ არის, ესე ადგეს უცებ მოისხას ნაბადი და წამოვიდეს თქვენ წასაყვანად მასთან, ან თქვენთან დაბრუნდეს. მოკლედ, ყველას თქვენი გექნებათ იქ რაღაცა დეტალები, საერთო ინფორმაცია საჭირო, ის რასაც ვიძახი, ის მიიღეთ ხოლმე და ის გაიგეთ ხოლმე. დეტალები გექნებათ ყველას თქვენი რასაკვირველია აუდიტორია ძალიან ბევრია და ლაიკები ძალიან მინიმალურია ჩემი გაშლების, რასაც გთხოვთ რომ გააქტიურდეთ. ძალიან გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. დაკიდებულია, გაშეშებული, ასე ვთქვათ. ადამიანი არის ხეზე მიკიდებული და ხეზე ცალიფეხი დაკიდებული, არაკომფორტული სიტუაცია მისთვისაც ვერ გეტყვით რომ ეს ადამიანი კმაყოფილია იმითი რომ ესე გაშეშებულ მდგომარეობაში აბსოლუტურად არა, იმიტომ რომ თავდაყირა უწევს აი ამ სიტუაციის ყურება, თავდაყირა უწევს გაძლებაზე ყოფნა, რომ აი როდის ჩამოხსნიან თუ ჩამოიხსნის თავის თავს ამ ხიდან უშველის თავის თავს, რომ აი ეს მსხვერპლივით აი ესე კოცონზე აკლია რომ წაუკიდონ კოცონი და დაწვან ესეთი ჯუნგლების ხელშია თითქოს თავის თავს ესე მიიჩნევს ეს ადამიანი. სინამდვილეში ეს ადამიანი არის იმპერატორი, ეს ადამიანი ან არის ვიღაცის მეუღლე, ან არის თქვენი მეუღლე, ან ყოფილი მეუღლე. იმპერატორი ყოველთვის არის მეუღლე. თუ მეუღლე არ არის, არც არავისი, არც ქმარი, მაპატია, ცოლი არ ყავს და არც თქვენი მეუღლე არ არის როგორც ასეთი და საერთოდ დაქორწინებული არ არის და ზუსტად იცით, ეს არის ადამიანი, რომელიც ხშირად წარმოადგენს მენეჯერის კარდს, უფროსის კარდს, რაღაცა თავისი საქმიანობაში ძალიან კარგი მმართველი ადამიანი. დირექტორი იქნება, კიდევ მეორე მენეჯერი იქნება, ადმინისტრატორი, აი რაღაცა თავის საქმიანობაში ერთ-ერთი მთავარი როლი, ასე ვთქვათ,
უპირველესი თუ არა, თუ მე პატრონი არ არის და მისი არ არის ეს ყველაფერი იმ საქმიანობაში, სადაც თქვენ მუშაობთ, ძალიან ისეთი ადამიანია. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ არც მენეჯერია და არც არავისი ქმარია და ცოლია, მამაკაცებმაც თქვენ თავზე მოირგეთ აქედან გამომდინარე ვიძახი. მამაკაცებისთვის იქნება ესეთი ძალიან კაცური ქალი, აი თავის სიტყვას შეიძლება ძალიან კარგად მენეჯმენტის როლის ითავსებს, ასე ვთქვათ, მენეჯერობს, უფროსობს, დირექტორობს, რაღაც თავისი საქმიანობა აქვს და უფროსის კარტია, მოკლედ, რომ გითხრათ. მამაკაცებისთვის ასეთი ქალბატონი ყავთ, ანუ ძალიან ისეთი კარგად რო გამოდის პროფესიონალურ დონეზე რო გამოდის ეს თავის ხელქვეითებთან მიდგომა იქნება თუ საქმიანობა იქნება თუ ეს ყველა დეტალს აღარ ჩაუღმავდები ჰეიტერებს ჩემგან სალამი ბევრს ლაპარაკობ მწერენ მე მოკლედ სინამდვილეში ადამიანი არის იმპერატორი თუ არც ერთი არ არის არც თქვენი მენეჯერი არ არის არც უფროსი არ არის და არც დაქორწინებული არ არის ეს ადამიანი არის იმპერატორი მისი ეგოდან გამომდინარე იმპერატორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისი თავი თავისი პრინციპები პრინციპს არ გადავა არავისი თხოვნის და არავისი ბოდიშების მოხდის და ჩემი ხათრით ესექენი არ არსებობს იმპერატორისთვის არის მისი ემოცია და მისი სტანდარტი მისი შეხედულება მისი წესი, ვინ როგორ უნდა დაექვემდებაროს და ვინ რა უნდა გააკეთოს, ოჯახის წევრი იქნება თუ სამუშაო პერსონალთან მიმართებაში მიდგომა იქნება, ყველას ასე ვთქვათ, ყურადღებითაც აკვირდება თავის სითბოს, ასე ვთქვათ, ლუკმას უნაწილებს, მაგრამ მომთხოვნიც არის და საკმაოდ კარგი ხელმძღვანელი ტიპაჟია. ეგო აქვს მაღალი, მისთვის პირველ ადგილზე თავისი თავი და თავისი მოთხოვნილებებია, ანუ მას უნდა დაემორჩილონ შეუპასუხებლად, იმიტომ რომ ის არის იმპერატორი. მისთვის მეორე ადგილზე უკვე არსებობს იმპერატრიცა, რომელსაც ვნახავთ ახლა ბრძანდებით თქვენ თუ არა. ადამიანს აქვს აღებული გეზის სხვა მხარეს. ან 6-იან ხმლით ეს არის მენტალურად სხვა მიმართულება, სულ სხვა რაღაცებზე ფიქრობს, ვიდრე თქვენ გონიათ დღესდღეობით, რომ მისი აზრები და ფიქრები არის მოცული, აი ვთქვათ, რომანტიზმით და არა, აბსოლუტურად თქვენ რა გონიათ, თქვენ გონიათ, რომ რაღაცნაირად ემოციურობაში გეჯიბრებათ და გიჩვენებთ იმას, რომ ემოციაზე არ გამოდის სინამდვილეში ეს ადამიანი აბსოლუტურად ემოციებიდან ჩაკეტილია ეს ადამიანი ფინანსებთან მიმართებაში რაღაცა აზროვნების დაძაბვას აქვს ადგილი მისი მხრიდან თუ ხდებით რომ ენერგეტიკა და გამიგრძელდა საკმაოდ და ბოდის გიხდით მაგრამ ინფორმაცია რაც მოვიდა ის გითხარით რომ თქვენზეა ეს გაშლა ვნახოთ ახლა ჩვენი გაშლის თემატიკა თუ არ ვწდები და არ დავაპაუზებ, გავაგრძელებ ასე მახსოვს რომ ეს თემატიკა იყო მისთვის ვინ ხართ დღესდღეობით რას მიხვდა რა პიროვნება ხართ მისთვის რას წარმოადგენთ საერთოდ აი ამ ყველა პერიპეტიებიდან ამ ყველა ნოსტალგიებიდან ამ დაკიდებული სიტუაციებიდან გამომდინარე მოდის თუ ვერ მოდის და ახერხებს თუ ვერ ახერხებს მოერგოს თქვენთან რომანტიზმს ასე ვიტყოდით მიხვდა იმას რომ არც თუ ისე იოლი მოწინააღმდეგე ხართ ბჭყალებში მოწინააღმდეგე ანუ ძალის დემონსტრირება ჯინიაობის მხრივ თქვენს ძალიან კარგი ჯინია ადამიანი ხართ ძალის დემონსტრირება შეგიძლიათ რო აჩვენოთ რომ შენ თუ ხმას არ მცემ და არ მწერ და არ მკითხულობ მეც იგივენაირად რაღაცნაირად ქიშპობას აქვს თქვენ ურთიერთობაში ადგილი შეიძლება ვიღაცის მიმართ უჩვენებთ რომ თქვენ უფრო ძლიერი ხართ მამაკაცებს ვეუბნები ან ქალბატონების მხრივ იქნება რომ თქვენ უფრო ასე ვთქვათ ძლიერი კონკურენტი ხართ და გამარჯვებული თქვენ უნდა იყოთ აი მის დედრების კონკურენციის სფეროში ვიდრე სხვები არიან და ძალიან ძლიერი ხართ და ამტანი ხართ იმიტომ რომ თქვენ გაქვთ სწრაფი ასე ვთქვათ აზროვნება სწრაფი რეაგირება ყველაფრის მიმართ უცაბედი რაღაც მოვლენების მიმართაც კი ძალიან სწრაფად შეიძლება რეაქცია გქონდეთ ისეთი რომელსაც არავინ არ ელოდება და მიგიყვანოთ იქამდე რომ რაღაცნაირად თქვენი ფანტაზიები და თქვენი ოცნებების გამარჯვებისკენ იაროთ მაგრამ ფრთხილად იყავით ამ კარტით ეს არის ვარდისფერი სათვალეების კარტი და ცოტა ზედმეტი ოცნებებში და ფანტაზიებში არ გადაეშვათ იმიტომ რომ პერიოდულად გექნებათ შემოტევები ასე ვთქვათ სტრესული რასაც უნდა გაუმკლავდეთ მაგრამ თქვენ ურთიერთობაში მიხვდა რომ თქვენ ხართ მისთვის მზე
ეს არის მე-19 მაღალი არკანი, რასაც მე თქვენ გილოცავთ. ეს არის სითბო, სიყვარული და ყველაფერი